7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 73 საყოველთაო ნათლობა გაიმართა. ნათლობის საიდუმლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის მონაწილეობით შესრულდა. ნათლობის დასრულების შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ისაუბრა ქრისტიანული აღზრდის მნიშვნელობაზე და ახლად მონათლული ბავშვები დაალოცა. საყოველთაო ნათლობა განსაკუთრებული ტრადიციაა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაამკვიდრა. ამ ტრადიციით პატრიარქი ათასობით ბავშვის ნათლია გახდა, რითაც მრავალი ოჯახის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. აღსანიშნავია, რომ სიყვარულითა და მზრუნველობით ეს კეთილი ტრადიცია დღესაც გრძელდება და ახალთაობებს ქრისტეს ეკლესიასთან აკავშირებს. ჩვენთან არის ღმერთი. დაიგოს. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდათა ხსენებას. ეს დღესასწაული დაემთხვა აი ამ ჩვენ დიდებულ მოვლენას, დღევანდელ საყოველთაო ნათლობას და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენი ბავშვების მონათლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავთ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელმაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოგვარა უკვე ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფეს ნიკოდიმოს და უთხრა მას, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში. აი მაშასადამე ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს. და რა ხდება აი ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება და როდესაც ის ემბაში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი და როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. აი როგორც ხორციელად ჩვენ ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ. და აი მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც. და მის სულში თვით უფალი შემოდის. დღეს თქვენ ალბათ მოისმინეთ საგალობელი რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს. აი ქრისტეს შემოსვა, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. და ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, როდესაც თუ ადამიანი ინათლება წმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გზნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს აი ქრისტეს შემოსვა. მაგრამ ნათლობის შემდეგ ადამიანი თუ არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით
არ განსვენს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. აი როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ თქვენს გამო როგორ ამბობს გახსოვთ მისი სიტყვები, ღმერთი იგმობაო თქვენს გამო წარმართა შორისო. იმიტომ რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ. და იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლის ღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გთხოვს ჩვენ, და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული და ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს. ღმერთს კი რას ურს ჩვენგან? რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გთხოვს, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის ცნებების შესწავლა, ცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხოვნოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდანება იქნება, ოღონდ გვაცხოვნოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს. რისი ღირსიც დაეგამხდარიყავით მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ეს არის 73 ეტაპი პატრიარქის ნათლობებისა. პირველი შემთხვევა, როდესაც მისი უწმიდესობის გარეშე ვატარებთ ამ ნათლობას და ეს ნათლობა დიდ სიხაულთანაა დაკავშირებული, თან დიდ ტკივილთან. ტკივილთან, იმიტომ რომ რაღაც ამდენი წელია პატრიარქს და მისახურებას ვატარები და სიხარულია, იმიტომ რომ დღეს ეს ნათლობის გაგრძელდა, ეს საოცარი ტრადიცია არ მოიშალა და პირდაპირ გრძელდება და პატრიარქი შიო მესამე დღეს დაალოცავს თავის ნათლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უსურვებ ამ ბავშვს ღვთის სწავლებას და ღვთის კურთხევას და ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ილიამოვარებმა და მისმა სულმა გაიხაროს, რომ ეს საოცარი საჩუქარი გვაჩუქა, იმიტომ რომ ამ ნათლობის დროს რაღაც საოცარ სიხაულს განოს თითოეულ ჩვენთაგანი. ჩვენც მოძღვრები მისამსახურებას ვატარებთ, მისამაში მონაწილეობას სიყიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია ჩვენმა უწესრობა ეს ტრადიცია რო არსებობს და მისმა უწმინდესობამ ეს საოცარი ტრადიცია გვაჩუქა. ყველა ნათლიას და ნათლს ულოცავ დღევანდელ დღეს და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მადლობა მის უწმინდესობას, მაცხოვრებ მიცვალებელს, ჩვენს პატრიარქ ვილიამ მეორეს, რომლის აი ეს უდიდესი ტრადიცია, რომელიც მან დაიწყო ჩვენი ერის დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად და აი ამ სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო ნამდვილად და უამრავი ისეთი შვილი დაიბადა, რომელიც შეიძლება არ დაბადებულიყო, ამისთვის მადლობა მას და სიცოცხლე გრძელდება და სწორედ ამის ნიშანია დღევანდელი დღე, რომ პირველი ნათლობა სრულდება მისი უწმინდესობის ჩვენი პატრიარქის შიო მესამეს მიერ აღსრულებული და მადლობა ღმერთს, რომ ამდენი ბავშვი ინათლება, ამდენი პატარა და მომავალი თაობა გაგვეზდება დედა ეკლესიის წიაღში. ერთმან მშვიდობა და სიტყვათა მისცეს ყველას. ამინ. აი დღევანდელი დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემთვის პირადად მე გავახსენე ერთ-ერთი ქართული ოჯახის ესეთი პატარა ანგელოზი და პატრიარქთან ერთად ვარ ამ ანგელოზის ნათლია. ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და მადლობა უხალხ დღევანდელი დღის საჩუქრისთვის და ესეთი ლამაზი დღე რო გვაჩუქა.